ბათუმში დილიდან მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. საზეიმო ღონისძიებებს დღის განმავლობაში ქეთი ჭყონია აშუქებდა და იგი ახლა პირდაპირ ეთერში კოლონადებიდან ჩაგვერთვება, სადაც ამ წუთებში საზეიმო კონცერტი მიმდინარეობს. ქეთი რა განწყობაა ქალაქის ერთ-ერთ მთავარ მოედანზე? მოგესალმებით გიორგი, ბულვარში კოლონადებთან განწყობა ნამდვილად საზეიმოა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ნიაზ დიესამძის კონცერტი ეს წუთია დასრულდა, მომღერალმა ცნობილი ჰიტი მეზღვაურთა ჰიმნი უკვე შეასრულა, კონცერტი სწორედ ამით დასრულდა, თუმცა ნიაზ დიესამძემ ბათუმელებს და ბათუმის სტუმრებს შესთავაზა ასევე სხვა ცნობილი ჰიტებიც. რაც შეეხება მეზღვაურთა პროფესიულ დღეს, იგი ბათუმში სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნა, რა ხდებოდა ბათუმში დღის განმავლობაში და როგორ აღინიშნა მეზღვაურთა საერთაშორისო დღე, დეტალები ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში. საზეიმო მარში საზღვაო აკადემიის კურსანტების მიერ დადგმული ფლეშმობი, ზღვაში გვირგვინის ჩაშვება და ვეტერანი კაპიტნების დაჯილდოვება. ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ღონისძიების მთავარი ნაწილი ბათუმის მეათე ნავმისადგომთან ჩატარდა. სანაპიროზევე გაიმართა დაჯილდოვების ცერემონია. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ კარლო ოსაძეს, ლუიზა წვერავას, როლანდ რიჩკოვსა და პაატა ტაბაღუას საზღვაო სფეროში შეტანილი წვლილისთვის ჯილდოები გადასცა. პროფესიული დღე მეზღვაურებს რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა მიულოცეს. დღევანდელი დღით კიდევ ერთხელ ხაზი გვინდა გაუსვათ მეზღვაურთა ესოდენ დიდ როლს ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის. ჩვენი მთავრობის იცით, რომ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის, რომ მოხდეს მეზღვაურთა განათლების ხელშეწყობა, მათი უფლებების დაცვა. ეს დღე აღინიშნება საქართველოში და განსაკუთრებით აჭარის რეგიონში დიდი ზეიმით. ამ დღის მიზანი არის მეზღვაურების პროფესიის პოპულარიზაცია, მათი შრომის დაფასება და ჩვენს უერთდებით ამ საერთაშორისო მოვლენას. დღეს მართლა ძალიან ლამაზი და მშვენიერი დღე, ყველა ერთად აღვნიშნავთ ამ დღეს და ყველას მოვუწოდებ, რომ გახდეს მეზღვაური. მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში საზღვაო აკადემიაში ნავიგაციისა და ასტრონომიის ლაბორატორია გაიხსნა, სადაც საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები ნავიგაციის მიმართულებით პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან. სასწავლებლის 16 პროფესორ მასწავლებელ სპეციალური ჯილდოები, 140 კურსდამთავრებულს კი სიმბოლური საჩუქრები და სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიება საზეიმო კონცერტით დასრულდა. ხელ შეუწყობთ ჩვენ საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის ნავიგაციის მიმართულების სტუდენტებს, რადგან უფრო კვალიფიციური განათლება მიიღონ და უფრო კარგად აითვალისწინონ ნავიგაციის და ასტრონომიის საგნები. დღევანდელი დღე მეტად მნიშვნელოვანია ყველა მეზღვაურისათვის. ეს არის მთელ მსოფლიოში აღნიშნავს ამ დღეს ყველა მეზღვაური და ჩვენი ლაბორატორიები აძლევს საშუალებას ყველა მეზღვაურს გაიაროს ის პრაქტიკა ხმელეთზე, რომ მიიღოს შემდეგი კვალიფიკაცია გემზე. საზეიმო ღონისძიებებმა სტარტი ზღვისპირა ქალაქში დილიდან აიღო. საზღვაო აკადემიის კურსანტებმა სასულე ორკესტრთან ერთად ქალაქის ქუჩებში საზეიმო მსვლელობა და აღლუმი მოაწყვეს. გვირგვინით შეამკეს ქართველ მებრძოლთა საფლავი. მსვლელობა დავიწყეთ აკადემიის შენობიდან, მოვდივართ სტალინის ქუჩიდან, მივემართებით იუნკერების სასაფლაოზე. დღეს არის მეზღვაურთა დღე და ყველა ზეიმობს, ყოველწლიურად აკადემია აღნიშნავს ამ დღეს და ეს არის ყველასთვის უდიდესი დღესასწაული. წარმატებებს უსურვებ ამ ადამიანებს, ვინც დღეს ამ მარში მონაწილეობს და მიმართავ დღევანდელ მთავრობას, რომ მიხედოს დღევანდელ მეზღვაურებს, რადგან მათი მხარდაჭერა და მათი გვერდში გამარჯვება. დღესვე ღონისძიების ფარგლებში აკადემიის კურსანტები საქველმოქმედო აქციაში ჩაერთნენ. სტუდენტებმა ერთ-ერთი კომპანიის მზა პროდუქციის გაყიდვაში მიიღეს მონაწილეობა. შემოსული თანხა ამავე სასწავლებლის სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურს მოხმარდება. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ ამ აქციაში მიიღო მონაწილეობა, იმიტომ რომ დაეხმარა სოციალურად დაუცველ სტუდენტებს. აქ აღებული თანხით ისინი ეს ფული გადაერიცხება ამ ბავშვებს და დავეხმარებით მას. 25 ივნის მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს მსოფლიო აღნიშნავს თარიღს. საქართველო 2011 წლიდან შეუერთდა. მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, როგორც უკვე გითხარით, ნიაზ დიესამიძის კონცერტით ბულვარში დასრულდა, რომელიც დაახლოებით 1 საათზე მეტხანს გაგრძელდა. კონცერტი, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ქართველ მეზღვაურებს მიუძღვნა. გიორგი? მადლობა, ეს იყო ქეთი ჭყონია.